გამარჯობა ყველას, მოგესალმებით. დღეს დღევანდელ ვიდეოში გაჩვენებთ ჩემს ახალ ნავს და განვიხილავთ არც ისე დეტალურად, მაგრამ იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგაწვით, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ დავაპირე და მინდა რომ შევიძნავი, არ მაქვს ინფორმაცია, ჩემს ვიდეოს უყურეთ და გაიგებ რა უნდა გაითვალისწინო, რომ სათევზაოდ კარგი ნავი შეიძინო. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ნავები არის ქართული კომპანიისგან ნაწარმოები. ქართული კომპანია სახელად კოლხი, რომელიც აწარმოებს ჩინეთში ამ ძალიან კარგ ნავებს. უმაღლესი ხარისხი არის მეგობრებო. გეცოდინებათ ალბათ უკრაინული ბრენდები, ეს არის მაგალითად კოლიბრი, ეს არის ბერკი, იგივე ბარკი, არ ვიცი ორნაირად ეძახიან, რომლებიც ძალიან მაღალ ხარისხის ნავებს აწარმოებენ. სხვადასხვა ვარიანტებს ავისწავთ. ეს ვერსიაც ქართული კოლხი არის ანალოგი ამ ბრენდებისა და არ ჩამოვარდება კი არა და რაღაც ვარიანტში ჯობია, იმიტომ რომ მათ შეიმუშავეს სხვადასხვა ვარიაციები და ზუსტად მოარგეს ჩვენს ქართულ სიტუაციებს, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ გამართულად ჩავჯდეთ და ვითევზავთ. 3.30 არის სიგრძეში ეს ნავი, 3.30 სანტიმეტრი. გითხარით, რომ უმაღლესი მასალისგან არის დამზადებული. გვაქვს, რა თქმა უნდა, უკანა მხარეს ძრავის სამაგრი ადგილი. არ ვიცი, ვეცდები რომ მივიდეთ და გაჩვენოთ. ხეთ. ახლა ჩვენ დამაგრებული გვაქვს 20 ცხენისძალიანი ძრავი, რომელიც არის ჩინური ბრენდის აიქიდი. აქ 3.5 აწერია, იმიტომ რეალურად არის 3.5, მაგრამ საბუთებში უწერია 4. უკან ძალიან კარგი სამაგრი გვაქვს, ესეთი მყარი. რაც შეეხება ძირს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, იმიტომ რომ როდესაც წყალზე დგახარ, უნდა იდგე მყარად. ამიტომ ოპერატორს ვთხოვ, რომ ზემოდან ვაჩვენოთ. ნახეთ, აქ გვაქვს ალუმინის ძირი, რომელიც ძალიან მყარი არის, 3 ნაწილისგან, უბრალოდ 4 ნაწილისგან შედგება, ძალიან მარტივად იწყობა. ესე ძალიან მყარად შეგიძლია დადგე. არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს არც მოძრაობა. ნახეთ, ფიზიკურად ვერ გადააყირავებ. ისეთი ძალიან კარგია, ნახეთ. არ არსებობს რა ტალღაც არ გინდა იყოს. ფიზიკურად ვერაფერს ვერ უზავ ამ ნავს. ასე რომ, ვისაც გინდათ რომ კარგი ნავები გქონდეთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ კომპანია კოლხს, ქართულ კომპანიას, რომელიც თვითონვე გირჩევთ რეალურად რომელი ვერსია გჭირდებათ, ეტყვით რომ მაგალითად ამ სიტუაციისთვის მინდა შესაბამისად გირჩევენ ზუსტად რომელი ვარიანტი გამოგადგებათ. ეხლა მე დავბრუნდები თქვენთან რომ ძალიან შორსაც არ წავიდე და მინდა უბრალოდ პატარა ტესტი ჩავატაროთ. დავქოქოთ ჩვენი ძრავი. ასევე მეგობრებო, უკანა მხარეს აქ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია არის ბაკის სამაგრი. ამ ვერსიაზე შეგიძლიათ დააყენოთ მაგალითად 15 ცხენისძალიანი ძრავი, რაც ვფიქრობ რომ ძალიან კარგი იქნება, რადგან 3.30 არის საკმაოდ მძიმეა და ხა ეს 4 ცხენისძალიანიც რაღაც ვარიანტში ალბათ დაძრავს და ნორმალურად ივლის, მაგრამ 15 ცხენისძალიანი ძალიან კარგი იქნებოდა ამ ვერსიაზე და ბაკის სამაგრიც აქვს ესეთი კარგი ხარისხის თოკი, ასე რომ შეგიძლიათ აუცილებლად შეიძინოთ ეს ვერსიაც. ამ ვერსიას აქვს როგორც 3.30-იანი, ასევე 3.60-იანი და 3.90-იანი მოდელი. სხვადასხვა ვარიანტებია და აბა წავედით. გავასწოროთ ნავი. მეგობრებო, არ ვიცი, შეიძლება ცოტა ხმაურიანია, მაგრამ ნახოთ, აბა წავედით. ასეც ესე. მე მგონი შვენიერი გასვლა გამოგვივიდა. კარგი იყო ნამდვილად. საკმაოდ ნორმალური სისწრაფე აქვს. ასე რომ მე მგონი რომ გამოგვადგება სათევზაოდ. მე მგონი კი არა, ძალიან კარგი ხარისხის არის. სხვა შორის აქ ბევრი სხვადასხვა ისეთი ნაწილი აქვს დამაგრებული, რომელიც ბერკს, კოლიბრს საერთოდ არ აქვს. მაგალითად, რომ ავიღოთ
აი ესეთი ღუზის სამაგრი ძალიან კარგი არის, ადვილად დავამაგრეთ დღეს ძალიან ღუზა, ადვილად დასამაგრებელი, ადვილად მოსახსნელიანის და არ გიწევს მოკლედ წვალება რომ სადღაც აი სახილურზე მიამაგრო, როგორც მაგალითად ბერგს აქვს და როგორც მაგალითად კოლიფს აქვს. ასევე მინდოდა მეთქვა რომ მყარძირთან ერთად ქვევით, აი აქ თუ შეხედავთ, არის გასაბერი პოლის გასაბერი ნაწილი, აი ესეთი პოლი იბერება ქვევიდან და შესაბამისად წყალს უფრო კარგად ჭრის, როდესაც მივიქროლებთ ჩვენი ძრავით. ბევრი სახელური აქვს სხვათა შორის, 1 სახელური აქვს, 2 სახელური, 3 სახელური, 4 და 5 სახელური აქვს, ასე რომ ძალიან მარტივად შეგიძლია რომ გადაადგილო. უწერია აქ არხნულად რომ შეუძლია 3 ადამიანს დაждდეს, 400 კილოგრამზე მეტი შეუძლია რომ წაიღოს და დაიტვირთოს. და ერთი ადამიანისთვის ვფიქრობ რომ ძალიან ცუდი იქნება იმ ვარიანტში რომ ფიზიკურად ვერ მოერევი რა მარტო. ეს არის 2 ადამიანზე იდეალური ვარიანტი. თუმცა 3 ადამიანიც ითევზავებს. ძალიან ბევრი სიახლე მექნება კიდევ, ასე რომ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი, გააქტიუროთ ზარაზღელაკი და დღევანდელი ვიდეოს დაალაიქეთ აუცილებლად. ხო, კიდევ ვისაც გინდათ რომ ესეთი კარგი ნავები გქონდეთ, მიმართეთ ჩვენს მეგობარ კომპანიას კოლხს, არა მარტო ნავებისა შეგიძლიათ მათთან შეიძინოთ ძრავები, ძრავისთვის ბენზინის ბაკები და ბევრი სხვა რაღაცა, ჟილეტები ასევე. მოკლედ საკონტაქტო ნომერს დაუკავშირდებით და დეტალურად გაგაცნობენ აუცილებლად თუ რა აქვთ გაყიდვაში. წინასწარ შეგიძლიათ Facebook გვერდზე გადახვიდეთ, რომელიც იქნება მითითებული ვიდეოს ქვევით აღწერაში და იქაც დაათვალიეროთ და ნახოთ თქვენთვის სასურველი ნავები, ძრავები და ბევრი სხვა აქსესუარები, რომელიც სათევზაო და სანადიროდ აუცილებლად გამოგადგებათ. მე კი დაგემშვიდობებით და შევხვდებით მომავალ ვიდეოში. აბა დროებით.